განათლების რეფორმა სხვა საკითხებთან ერთად პირველ კლასში მიღების წესსაც განსაზღვრავს. 2026 წლიდან სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. სწავლის დაწყების ასაკი ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მისი სოციალურ-ემოციური მზაობისა და განვითარების ტემპის გათვალისწინებით დადგინდა. ამ გადაწყვეტილებას განათლების ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი დადებითად აფასებს. ნებისმიერი ბავშვი არის უკიდურესად ინდივიდუალური და აქედან გამომდინარე ჩვენ რაღაც ოქროს თარიღს ვერ დავასახელებთ რა ასაკში შეიძლება შევიდეს მოსწავლე პირველ კლასში. თუმცა ზოგადად აი ზოგადი სურათიდან გამომდინარე თუ შევხედავთ არის ეს გადაწყვეტილება ძალიან სწორი და ვფიქრობ აღარ უნდა შეიცვალოს. ვინც ჩემსავით საკმაოდ ხანდაზმულია და 9 საუკუნეს გადააბიჯა, ყველას ემახსოვრება, რომ ადრე იყო 7 წელი მიღებული ის ზღვარი იყო და ეს ასაკი იყო, როდესაც ბავშვს მიიღებდნენ ხოლმე პირველ კლასში. ეს არ იყო, ვთქვათ, ნომენკლატურული, ბოლშევიკური და კომუნისტური გადაწყვეტილება, სამწუხაროდ ხშირად ასეთი რამ, რაც წარსულშია მოინათლება ხოლმე ბოლშევიკურ, კომუნისტურ, სოციალისტური პერიოდის გადმონაშთად ან აზროვნების რუდიმენტად და ეს ასე არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ გვყავდა და მართლაც საამაყო ფსიქოლოგი, რომელიც ბავშვთა ფსიქოლოგიაში და ზოგადად განათლების ფსიქოლოგიაში უმნიშვნელოვანესი პირი იყო დიმიტრი უზნაძე, რომელმაც თქვა, რომ პირველი სასკოლო ასაკი იწყება 7 წლიდან და გრძელდება 12 წლამდე. ანუ 7-12 წელი, როდესაც დიმიტრი უზნაძემ ბრძანა, მას არ აუღია ეს შემთხვევით ის ძალიან დაკვირვებული და ჭკვიანი ადამიანი გახდათ, მას ჰქონდა რიგი კვლევებისა ამ მიმართულებით მონაცემთა ანალიზი ეყრდნობოდა თავისთავად ცხადია და ამიტომაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს გასული საუკუნის მონაცემებია, როდესაც ბავშვებს შედარებით ნაკლები ინფორმაცია მიეწოდებოდათ, რადგანაც საკომუნიკაციო არხები ინფორმაციის მიწოდებისათვის იყო შედარებით მცირე. ეს გახდათ ის სოციუმი, რომელშიც ბავშვი ცხოვრობდა და ასევე იყო მწირი გადაცემები სატელევიზიო, რადიო და ასე შემდგომ. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები მინიმუმ 1 გიგაბაიტზე მეტ ინფორმაციას ღებულობენ. და ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც ნეიროფსიქოლოგებს აქვს დათვლილი, 15 გიგაბაიტსაც კი აღწევს ზოგჯერ ადამიანის ინფორმირებულობა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ დიმიტრი უზნაძე მხარს უჭერდა 7 წლიდან სკოლაში მოსწავლეთა მიღებას, შეიძლება 1 წლით ადრე გადმოიწვიოს ამ ყველაფერმა იმის გამო, რომ ბავშვები ღებულობენ გაცილებით მეტ ინფორმაციას იმ საკომუნიკაციო არხებით, რომელიც ჩვენ გარშემო და ძირითადად ეს არის ციფრული არხები.